მე ვარ ვაჟა სულთანოვი, გავიზარდე ბედიანში. ბედიანზე ბევრი რაღაც თქმა შეიძლება რა ვიტყვიდი ეს ხო. ბედიანი იყო ჩემთვის ისეთი ადგილი, სადაც ანუ პატარაობიდანვე მაქსიმალურად უფროსები ისეთ გარემოში იყო, მაგრამ იდეალური იყო, ყველაფერი, ყველა მხრივ განსავითარებლად, იმიტომ რომ ჩემი აღზრდელები ვინც იყვნენ, ძალიან მაგარი აღზრდელები მყავდა მოკლედ ყველა სფეროში რა. მაქსიმალურად ცდილობდნენ მე რაღაც მიმეხსია პატარაობიდანვე. ანუ სრული თავისუფლება ჰქონდა, ამის შეზღუდვები არ არსებობდა იქ. ბედიანში მე ვცხოვრობ უკვე 15 წელია, აქ ბევრი ბავშვი გაიზარდა ჩვენთან, მათი ნაწილი ძალიან წარმატებული არის, ნაწილს გარკვეული დახმარება შეიძლება დღესაც სჭირდებოდეს, მათი ნაწილი სტუდენტები გახლავთ დღესდღეობით. და ერთ-ერთი მათგანი არის ვაჟა სულთანოვი, რომელიც გაიზარდა ბედიანში, აქ ცხოვრობდა ახლობით 100 წლის განმავლობაში. მას ჩვენ ვეძახით მიშიკოს. ძალიან მეგობრული, ძალიან აზრიანი, ძალიან ჭკვიანი ბიჭი არის მიშიკო. ჩვენთან ყველას მეხსიერებაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ბავშვი. ბავშვობიდან გამოირჩეოდა ერთგულებით, მეგობრულობით, თავის თანატოლების მიმართაც, უფროსების მიმართ. არის ძალიან დაუზარელი, ძალიან სანდო ადამიანი. დღესდღეობით მიშიკო არის სტუდენტი, სწავლობს ილიას სახელობის უნივერსიტეტში და მას გვერდში დგომა სჭირდება და ყველა ძალიან გთხოვთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისთვის საზოგადოებისგან მხარდაჭერა და გვერდში დგომა, როგორც მორალური, ასევე მატერიალური. ოდნავ თავისუფალი დრო გამოუჩნდება თუ არა აუცილებლად ჩამოდის ჩვენთან, თუ პირამეში დახმარება გჭირდება, ზამთრის შეშის მომარაგება იქნება, თუ დამზადება იქნება, მშენებლობა იქნება, აბსოლუტურად ყველაფერში ერთგულად გვიდგას გვერდში და თხოვნაც არ ჭირდება. მნიშვნელოვანი არის ესეც, რომ თვითონ გამოთქვას ყოველთვის სულსო და რითიც შეიძლება დაგვიდგეს გვერდში. გაზრდასთან ერთად გიყალიბდება შენი პრინციპები, გაქვს შენი გზა გაქვს, გინდა რომ შენი გზა გქონდეს, ანუ საკუთარი გზა, ცხოვრებაში ვინ გინდა რომ გახდე, რა გინდა რომ გამოხვიდე. ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთურენობის ფაკულტეტზე. სწავლობ არაბულ ენას. ანუ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ანუ მე მარტო არ ვარ ესეთი, ვინც ბედიანიდან გადმოვიდა, ჩემსავით სხვა ბავშვებიც არიან. ვინც გადმოვიდა და ჩააბარეს უნივერსიტეტებში და მას შემდეგ რაც ჩავაბარე უნივერსიტეტში, ანუ ხვდები რომ რაღაცა სხვა ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, სტუდენტური ცხოვრება, სხვა რაღაცა მეგონა და უფრო საინტერესო აღმოჩნილა ვიდრე მეგონა. თავიდან რომ გადმოვედი, ცოტა ისეთი ვიყავი, აი როგორი კომპლექსი მქონდა, იცი საერთოდ აი ხალხთან ურთიერთობის საშინელი კომპლექსი მქონდა. ამას არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ არ ყოფილი ვარ, არ მიცხოვრია ახლა ქალაქში, ვიზრდებოდი ბედიანში და არ ვიცოდი რას ნიშნავდა ესეთი ურთიერთობა, სტუდენტური ცხოვრება, საერთოდ არ ვიცოდი რას ნიშნავდა. კმაყოფილი ვარ მოკლედ, ყველაფერი არის აი იდეალური, სასწავლო გარემო იდეალურია, თვითონ ლექტორები ძალიან მაგრები არიან. ხო, კიდე რა შეიძლება ითქვას, თვითონ აი ყველაფერი სისტემა საერთოდ ამის ყველანაირად ცდილობს ილია ხელი შეგიწყოს, რომ მაქსიმალურად ბევრი მიიღო, ბევრი მოგცეს და შემდეგ გახდა წარმატებული ცხოვრებაში. მე ვაჟას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ მირჩევნია რომ მოვიხსენია როგორც მიშო, იმიტომ რომ ესე ვიცნობ უკვე დიდი ხანია. პირველად გავიცანი ბედიანში. მე მგონი თუ არ ვწდები მე-6 თუ მე-7 კლასში იყო, მაშინ ვასწავლედი ინგლისურს და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მონდომებული იყო მაშინ, იმ დროიდან მოყოლებული ძალიან მონდომებული იყო და ყოველთვის გულმოდგინედ მეცადინეობდა ეს ენთუზიაზმი მქონდა და სიხარული, რომ ის უნდა და რაღაც ესწავლა ყოველთვის. მიშო არის დღეს ჩემი სტუდენტი. შეიძლება ისე ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა ჯგუფში, არა იმიტომ რომ მე მას დიდი ხანია ვიცნობ ობიექტურად, ნამდვილად.
ყოველთვის მომზადებულია და ყოველთვის ძალიან აქტიურია. ჯგუფში ხუმრობენ კიდევაც რომ დაგვაცადე ჩვენ ვიტყვით რაღაცას. ამიტომ ვთვლი რომ მიშოს სწავლა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. ესეთი მონდომებული და ნიჭიერი ახალგაზრდები რაც მეტი გვეყოლება ზოგადად უკეთესია. და მართლა საუკეთესოებში, ამიტომ თითეული ადამიანი ვინც მიშოს დაეხმარება იმაში რომ სწავლა გააგრძელოს და მისგან კარგი აღმოსავლეთი ცოდნა დადგეს, ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს და პირადად მე მოვხდი მადლობას. ვარ მეორე და მესამე კურსზე გადავედი და სტუდენტურ ცხოვრებას საერთოდ რაღაცაა რომ საერთოდ ბევრი რაღაც გჭირდება რა სტუდენტს ახლა მეც არ ვიცოდი მაგრამ აღმოჩნდა რომ ბევრი რაღაც გჭირდება საერთოდ რომ ნელ-ნელა განვითარდა და წინ დახვიდე რა წარმართო სწავლაში მაგრამ საერთოდ ყველა მხრივ რომ განვითარდა სტუდენტის ცხოვრება ცოტა რთულია ასე ვთქვათ და გჭირდება ფინანსები ანუ მე მინდა რომ ვიყო განათლებული მივიღო სწავლა და მე ამ განათლებით დავიწყო სამსახური ვიდრე დავუშვეთ სწავლობდი და პარალელურად მუშაობდი და მუშაობა ხელი შემიშალოს რა იმიტომ რომ რაღაც ჩავარდნები შეიძლება მქონდეს ზოგადად მით უმეტეს არაბული ახლა არაბულს ვსწავლობ არაბული ისეთი მომენტია რომ აი ერთი გაკვეთილის თუ გამოტოვე ჩათვალე რომ აღარაფერი აღარ იცი რა იმიტომ იმდენად ერთი მანეცია გადამულესა და არაბული ჩემი ძირითადი სფერო ჩემი ძირითადი საგანი რა ხო და ანუ არ მაძლევს რეალურად შანს ეს სწავლა რომ დავიწყო სამსახური მადლობა მინდა გადაუხადო ყველას ვინც ჩათვლით საჭიროდ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ რომ ვისაც გაუჩნდება სურვილი ჩემი დახმარების აბსოლუტურად ყველას მინდა მადლობა გადაუხადო წარმატებულს რო ცხოვრებაში ყველას. ხო, არო მე ბედიანიდან მოყოლებული მასწავლებდნენ ეს რაღაცას რომ ცხოვრებაში რაც არ უნდა შანსი გამოგიშდეს ყველაფერს უნდა ჩაიჭიდო რა, იმიტომ რომ ნებისმიერ შანსი არის შანსი განვითარების წინსვლის. ეს არის ჩემთვის შანსი და მას ვეჭიდები ახლა მე. ვიყენებ მაქსიმალურად და შანსი თქვენ გაქვთ, თქვენს გაქვთ შანსი რომ დამეხმაროთ. ასე რომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია მიშკა და ყველას გთხოვთ რომ ის პროექტში დადებით. იმედი მაქვს თქვენ მეც და ყველა ერთად შევძლებთ იმას რომ მიშომ სწავლა გააგრძელოს და ძალიან კარგი მოქალაქე აღმოსავლეთმცოდნე თუ ვინც იქნება დადგეს ყველასთვის ეს მომგებიანი იქნება ნამდვილად. ну ეს პროექტი არ არის მაინც და მაინც ჩემზე მომართული ეს პროექტი არის ზოგადი რომელიც ეხმარება ბედიანს თლიანად მე ბედიანი ვარ იდეაში პროექტი რომელიც ჩემს დასახმარებლად გექნება არ არის მარტო ჩემთვის ეს არის ნებისმიერ ჩემს უკან დგომისთვის ვინც ამობედიანიდან